საქართველოს კინოაკადემია, სტუდია კოცი, დიოგენე 2020 და სოკო სტუდიო დიდ მადლობას უხდიან ინკოგნიტო მეცენატებს პროექტი რადიო კინოს რეალიზებაში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. აუდიო წიგნი მომზადებულია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტის რადიო კინოს ფარგლებში 2020 წელი. კონსტანტინე სტანისლავსკი მსახიობის მუშაობა საკუთარ თავზე. მოსწავლის დღიური. ქართული თარგმანი გამოცემულია 1959 წელს. თავი მეორე. სცენიური ხელოვნება და სცენიური ხელოსნობა. მეათე ჩანაწერი. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ მოვისმინოთ ტორცოვის შენიშვნები ჩვენი თამაშის შესახებ. არკადი ნიკოლოზისძე ამბობდა, ხელოვნებაში უპირველეს ყოვლისა უნდა შეგეძლოს დაინახო და გაიგოს სიმშვენიერე. ამიტომ პირველ რიგში მოვიგონოთ და აღვნიშნოთ სპექტაკლის დადებითი მომენტები. ასეთი მომენტები მხოლოდ ორი იყო. პირველი, როდესაც მოლოლეტკოვა ჩამოვარდა კიბიდან და სასოწარკვეთილებით დაიკივლა. მიშველეთ, ხოლო მეორე ნაზვანოვს ჰქონდა სცენაში. სისხლი მწყურია იაგო, სისხლი. ორივე შემთხვევაში, როგორც თქვენ მოთამაშენი, ისე ჩვენ მაყურებელი, მთელი არსებით დაგვატყვევა სცენაზე მომხდარმა ამბავმა. სული გავნაბეთ და ყველასათვის საერთო მღელვარებით იფეთქა სიცოცხლე. მთელიდან ცალკე აღებული ეს დადებითი მომენტები შეიძლება აღვიაროთ განცდით ხელოვნებად, რომელსაც ვნერგავთ თეატრში და ვსწავლობთ მასთან არსებულ სკოლაში. მერე რა არის ეს განცდითი ხელოვნება? შევეკითხე მე. თქვენ იგი შეიცანით თქვენს გამოცდილებაზე. მაშაბა გვიამბეთ, როგორ შეიგრძნობდით ამ ნამდვილ შემოქმედებით განწყობის მომენტებს? არაფერი არ ვიცი, არც მახსოვს რამე, უპასუხე ტორცოვის ქებით თავბრუდ ახვეულმა. მხოლოდ ვიცი, რომ ეს ჩემთვის დაუვიწყარი წუთები იყო, რომ ჩემი სურვილია ყოველთვის ასე ვითამაშო და ასეთ ხელოვნებას დაუმორჩილო ჩემი არსება. დანარჩენზე გაჩვმება ვარჩიე, რომ ცრემლი არ წამსკვდომოდა. როგორ? თქვენ არ გახსოვთ თქვენი შინაგანი აფეთქება? თქვენ არ გახსოვთ, რომ თქვენი ხელები, თვალები, მთელი თქვენი არსება სადღაც მიქროვდნენ გრიგალივით, რიღაცის დასაპყრობად? თქვენ არ გახსოვთ, როგორ იკვნეთდით ტუჩებს? ცრემლს ძლივს იკავებდით. დაჟინებით მომართავდა არკადი ნიკოლოზისძე. აი ეხლა, როდესაც თქვენ ჩამოთვალეთ, რაც იქ ხდებოდა, თითქოს მაგონდება ჩემი განცდანი. გამოვუტყდი მე. უჩემოდ კი ვერ შეძლებდით მაგის გაგებას. ვერ შევძლებდი. მას თქვენ ქვეცნობიერით გიმოქმედიათ. არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ ეგ კარგია თუ ცუდი? ძალიან კარგია. თუ ქვეცნობიერებამ სწორი გზით წაგიყვანათ და ცუდია, თუ გზას აგაცდინათ შეცდობით. მაგრამ საჩვენებელ წარმოდგენაზე მას არ მოუტყუები ხართ და ის რაც თქვენ გამარჯვების იმ რამოდენიმე წუთში მოგვეცით, შესანიშნავი იყო. უკეთესი არ შეიძლება. მართლა? შევეკითხე და ლამის ბედნიერებამ დამახრჩო. დიახ, იმიტომ რომ ამაზე უკეთესი აღარა არის რა. როდესაც მსახიობი მთლიანად დატყვევებული ყავს პიესას, მაშინ ის ძალაუნებურად როლის ცხოვრებით ცხოვრობს. თვითონაც ვერ ამჩნევს, როგორ გრძნობს, იმის და მოუფიქრებლად რას აკეთებს. ყველაფერი თავისთავად ხდება, ქვეცნობიერებით. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ყოველთვის ვერ ვუწევთ წინამძღოლობას ასეთ შემოქმედებას. იცით რა, გამოუვალი მდგომარეობა იქმნება. საჭიროა შთაგონების შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ქვეცნობიერებას შეუძლია. ჩვენ კი როგორც იცით, არ ვართ დაჯილდოებული ფლობდეთ ქვეცნობიერებას. ბოდიში, მაგრამ გამოსავალი გვიჩვენეთ. ცოტა არ იყოს დაბნეული და ირონიული კილოთი ლაპარაკობდა შეფიქრიანებული გოვორკოვი. საბედნიეროდ გამოსავალიც არის, შეაწყვეტინა არკადი ნიკოლოზისძემ. ეს არის ცნობიერების არაპირდაპირი ზემოქმედება ქვეცნობიერებაზე და არა უშუალო ზემოქმედება. საქმე ის არის, რომ ადამიანის სულში არსებობს ზოგიერთი თვისება, რომელიც ცნობიერებასა და მის ნებისყოფას ემორჩილება. სწორედ ამ თვისებებს შეუძლია მოახდინონ ზეგავლენა ჩვენს უნებლიე ფსიქიურ პროცესებზე. მართალია ის მოითხოვს საკმაოდ რთულ შემოქმედებით მუშაობას, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება კონტროლს და ცნობიერების უშუალო ზემოქმედებას. ეს მუშაობა უმეტესად ქვეცნობიერებითია და უნებლიე.
მისი ძალა შესწევს მხოლოდ ერთს, ყველაზე დახელოვნებულს, ყველაზე გენიალურს, ყველაზე מחვილს, მიუწვდომელს, სასწაულ მოქმედ ხელოვანს, ჩვენს ორგანულ ბუნებას. მას ვერ შეედრება ვერავითარი სრულყოფილი აქტიორული ტექნიკა. ჩვენი არტისტული ბუნებისადმი ისეთი დამოკიდებულება და შეხედულება ძლიერ დამახასიათებელია განცდითი ხელოვნებისათვის. ახტაცებით ლაპარაკობდა ტორცოვი. ხოლო თუ ბუნება ჟინიანობს, იკითხა ვიღაცამ, უნდა იცოდეთ მისი აღგზნება და წარმართვა. ამისათვის არსებობს ფსიქოტექნიკის განსაკუთრებული ხერხები, რომელთა შესწავლაც მოგიხდებათ თქვენ. მათი დანიშნულება ის არის, რომ შეგნებულად არაპირდაპირ გააღვივოს და შემოქმედებაში ჩართოს ქვეცნობიერება. სწორედ ამიტომ ჩვენი განცდითი ხელოვნების საფუძვლები არის შემდეგი პრინციპები: ბუნების ქვეცნობიერებითი შემოქმედება მსახიობის ცნობიერებითი ფსიქოტექნიკის მეშვეობით. ქვეცნობიერება ცნობიერების მეშვეობით, უნებლიე თვითნებურის მეშვეობით. ჯადოქარ ბუნებას დაუთმოთ ყოველივე ქვეცნობიერეთი, ხოლო ჩვენ იმას მივმართოთ, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია. შემოქმედებისადმი ცნობიერებით მიდგომას და ფსიქოტექნიკის ცნობიერებით ხერხებს. უპირველეს ყოვლისა, ისინი გვასწავლიან, რომ როდესაც ქვეცნობიერება ამოქმედდება, უნდა შეგვეძლოს ხელი არ შეუშალოთ მას. უცნაურია, რომ ქვეცნობიერება საჭიროებს ცნობიერებას. გაკვირვებულმა წამოვიძახე მე სრულიად ნორმალურად მიმაჩნია განაგრძო არკადი ნიკოლოზისძემ. ელექტროობა, ქარი, წყალი, ბუნების სხვა უნებლიე ძალები ცოდნე და უნარიან ინჟინერს საჭიროებენ მათი ადამიანისათვის დასამორჩილებლად. ჩვენ ქვეცნობიერებითი მოქმედების ძალასაც სჭირდება თავისებური ინჟინერი, ცნობიერებითი ფსიქოტექნიკა. მხოლოდ მაშინ, როდესაც მსახიობი შეიგნებს და იგრძნობს, რომ მისი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება სცენაზე გარემო პირობებში ბუნებრივად და ნორმალურად მიმდინარეობს, ნატურალობის ზღვარამდე, ადამიანთა ბუნების ყველა კანონების მიხედვით, მაშინ ის მიაღწევს თავის მიზანს. ქვეცნობიერების ღრმა საიდუმლოებანი გაიხსნებიან ფრთხილად და იქიდან გამოვლენ ჩვენთვის არა ყოველთვის გასაგები გრძნობიერებანი. მათ მოკლე დროით, ან შეიძლება უფრო ხანგრძლივად დაიპყრონ ჩვენი არსება და იქითკენ მიგვაქანებენ, საიდაც რაღაც შინაგანი უკარნახებს. შეუცნობელია რა ჩვენთვის ეს მმართველი ძალა, მოკლებული ვართ რა მის შესწავლის საშუალებას, ჩვენ აქტიორულ ენაზე უბრალოდ ბუნებრიობას უწოდებთ. ხოლო საკმარისია დავარღვიოთ ჩვენი სწორი ორგანული ცხოვრება, შევაჩეროთ ჭეშმარიტი შემოქმედება სცენაზე, მოკრძალებული ქვეცნობიერება ძალმომრეობით დაშინებული, ხელახლა მიიმალება თავის ღრმა საიდუმლო კუნჭულებში. ეს რო არ მოხდეს, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ჭეშმარიტი შემოქმედება. ამრიგად, მსახიობის ქვეცნობიერების მუშაობისა და შთაგონების აღმაფრენათა გამოსაწვევად საჭიროა რეალიზმი და მსახიობის შინაგანი ცხოვრების ნატურალიზმიც კი. ჩანს, ჩვენს ცხოვრებაში აუცილებელი ყოფილა განუწყვეტილი ქვეცნობიერებითი შემოქმედება. დავასკვენი მე, მუდმივი ქვეცნობიერებითი და შთაგონებითი შემოქმედება შეუძლებელია. შენიშნა არკადი ნიკოლოზის ძემ. გენიოსები არ არსებობენ. ამიტომ ჩვენი ხელოვნება მხოლოდ ნიადაგის მომზადებას გვავალებს. ასეთი ჭეშმარიტი ქვეცნობიერებითი შემოქმედებისათვის. ეს როგორღა ხდება? უპირველეს ყოვლისა საჭიროა ცნობიერებითი და სწორი შემოქმედება. ასე საუკეთესო ნიადაგს მოვამზადებთ ქვეცნობიერების და შთაგონების წარმოსაშობად. მერე რატომ რაღაც არ მესმის? იმიტომ რომ ცნობიერება და სისწორე სიმართლეს წარმოშობენ. სიმართლე დამაჯერებლობას იწვევს. ხოლო თუ ბუნება სჯერა, რაც ადამიანში ცვლილებები მოხდება, ის თვითონ შეუდგება საქმეს. მას დაუყოვნებლივ ქვეცნობიერება მოსდევს და შეიძლება თვით შთაგონებამაც იჩინოს თავი. რას ნიშნავს ვერ გავიგე როლის სისწორით თამაში, როლის ცხოვრების პირობებში და მის თანაგვარობასთან სისწორით ლოგიკურად თამაში შესრულება. თანმიმდევრობით ადამიანურად იაზროვნოთ, მოისურვოთ, მიისწრაფოდეთ, მოქმედებდეთ სცენაზე ყოფნის დროს, როგორც კი შეძლებს ამას მსახიობი, ის მიუახლოვდება როლს და მის შესაბამისად იგრძნობს ყოველივეს. ჩვენ
ენაზე ამას ეწოდება როლის განცდა. ეს მისი გამსაზღვრელი პროცესი და სიტყვა ჩვენს ხელოვნებაში სრულიად განსაკუთრებულ პირველ სახვან მნიშვნელობას მოიპოვებს. განცდა ეხმარება მსახიობს სისრულეში მოიყვანოს სცენიური ხელოვნების ძირითადი მიზანი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. როლის ადამიანთა სულის ცხოვრების შექმნა და ამ ცხოვრების გადმოცემა სცენაზე მხატვრულ ფორმაში. როგორც ხედავთ, ჩვენი უმთავრესი ამოცანა ის კი არ არის, რომ როლის ცხოვრება მის გარეგან გამოვლენებაში ავსახოთ, არამედ ის, რომ წარმოსადგენი პიროვნებისა და მთელი პიესის შინაგანი ცხოვრება შევქმნათ სცენაზე და ამ სხვის ცხოვრებას შეუფარდოთ, შევეგუოთ ჩვენი საკუთარი ადამიანური გრძნობებით, საკუთარი სულის მთელი ორგანული ელემენტების დათმობითა და გადაცემით. დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ მთავარი ჩვენი ხელოვნების ძირითადი მიზნით უნდა იხელმძღვანელოთ თქვენი შემოქმედებისა და სცენაზე ცხოვრების ყოველ მომენტში. აი რატომ არის, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ როლის შინაგან მხარეზე ვზრუნავთ, ანუ მის ფსიქიკურ ცხოვრებაზე, რომელსაც განცდათა შინაგანი პროცესის დახმარებით ვქმნით. ის არის შემოქმედების მთავარი მომენტი და მსახიობის პირველი საზრუნავი. უნდა განიცადოთ როლი, ანუ უნდა განიცადოთ მისი ანალოგიური გრძნობები ყოველთვის, ყოველი მისი განმეორების დროს. თითეულმა დიდმა მსახიობმა უნდა იგრძნოს და ნამდვილად გრძნობდეს კიდეც, რასაც ის ასახავს. ამბობს მოხუცი ტომაზო სალვინი, ამ მიმართულების საუკეთესო წარმომადგენელი. მე ისიც კი მგონია, რომ მსახიობი არამცდუალდებულია განიცადოს მღელვარება ერთხელ ან ორჯერ, ვიდრე ის თავის როლს სწავლობს, არამედ მეტად თუ ნაკლებად ყოველი შესრულების დროს, პირველიდან თუ მე-1000-ჯერ. წაგვიკითხა ამონარიდი არკადი ნიკოლოზის ძემ, ივანე პლატონის ძის მიერ მოწოდებული ტომაზო სალვინის წერილიდან. ჩვენ თეატრსაც ასე ესმის მსახიობის ხელოვნება. მე-11 ჩანაწერი. პაშა შუსტოვთან ხანგრძლივი კამათის შემდეგ პირველსავე მოხერხებულ დროს შევეკითხე არკადი ნიკოლოზის ძეს. აი არ მესმის, როგორ შეიძლება ასწავლო ადამიანს განიცადოს და იგრძნოს, თუ პირადად თვითონ არ არის განწყობილი ამ გრძნობისა და განცდისადმი. Როგორ ფიქრობთ, შეიძლება აღუძრათ სურვილი შესწავლისა პირადად თქვენ თავს, ან სხვა როლისა და იმისი, რაც არსებითია მასში? შემეკითხა არკადი ნიკოლოზის ძე. დავუშვათ, რომ შეიძლება, თუმცა არც ისე ადვილია ეს მიუგე მე. შესაძლებელია აღნუსხოთ მასში საინტერესო და მთავარი მიზნები. ეძიოთ მისადმი სწორი მიდგომა. აღძრათ თქვენს არსებაში ნამდვილი მისწრაფებანი, შეასრულოთ შესაბამისი მოქმედებანი. კი, ეხლა შესაძლებელია, გასაგებია, დავეთანხმე მე. სცადეთ ყოველი ამის გაკეთება მხოლოდ უსათუოდ გულწრფელად, კეთილსინდისიერად და ბოლომდე. ამასთან ცივი და მიუკარებელი დარჩით. იყავით გულგრილი. თქვენ ვერ მოახერხებთ ამას. თქვენში უსათუოდ მღელვარება იჩენს თავს და პიესის მოქმედი პირის მდგომარეობაში იგრძნობთ თავს. თქვენ საკუთარ, მაგრამ მოქმედი პირის გრძნობების ანალოგიურ გრძნობებს განიცდით უსათუოდ. დაამუშავეთ ამგვარად მთელი როლი და აღმოჩნდება, რომ სცენაზე თქვენი ცხოვრების თითეული მომენტი შესაბამის განცდას გამოიწვევს. ასეთი მომენტების გამოწყვეტელი რიგი როლის განცდის მთელ ხაზს შექმნის. ეს იქნება ადამიანის სულის ცხოვრება. აი სწორედ ასეთი მსახიობის სრულიად შეგრძნებული სულის კვეთება სცენაზე ნამდვილი შინაგანი ჭეშმარიტების ატმოსფეროში ყველაზე უკეთესად გამოიწვევს გრძნობას და ძალიან ხშირად კეთილი ნაყოფიერი ნიადაგია მცირე ან უფრო ხანგრძლივი გამოსაცოცხლებლად ქვეცნობიერების მუშაობისა და შთაგონების გაქანებისათვის. აი მთელი ნათქვამიდან მხოლოდ იმას მივხვდი, რომ განცდათა ფსიქოტექნიკის ათვისებაზეა დამყარებული ჩვენი ხელოვნების შესწავლა. ხოლო განცდა ხელს შეუწყობს შევასრულოთ ხელოვნების ძირითადი მიზანი, როლის ადამიანის სულის ცხოვრების შექმნა. ალბათ ასეთი დასკვნის გამოტანას ვცდილობდა ყოველი ჩვენგანი. ჩვენი ხელოვნების მიზანია არა მხოლოდ ადამიანის სულიერი ცხოვრების შექმნა, არამედ მისი გადმოცემაც მხატვრულ ფორმაში. შეგვისწორა ჩვენი ნააზრევით ურცოვმა. ამიტომ მსახიობი მოვალეა განიცადოს როლი და მასთან ერთად გარეგნულად ხორცის შეასხას განცდილს.
ნაწილს. ამიტომ იცოდეთ, რომ გარეგანი გადმოცემის დამოკიდებულება განსაკუთრებული სიძლიერით არის დამყარებული სახელდომ ჩვენი ხელოვნების გაქანებაზე. იმისათვის, რომ გამოავლინო სულ მცირესი, ხშირად ქვეცნობიერებითი ცხოვრებაც საჭიროა ფლობდე განსაკუთრებული თანაგრძნობის და უაღრესად დამუშავებული ხმის და სხეულის აპარატის ტექნიკას. ხმა და სხეული განუსაზღვრელი გულისხმიერებით, ალღოთი და უშუალობით უნდა გადმოცემდნენ სულ უმნიშვნელო, თითქმის უჩინარ გზნობებსაც კი. აი რატომ არის, რომ ჩვენი შეხედულების მიმდევარი მსახიობი უფრო მეტად არის მოვალე, ვიდრე სხვა რომელიმე ხელოვანი იზრუნოს არამც თუ შინაგან აპარატზე, რომელიც განცდით პროცესებს ქმნის, არამედ გარეგანი სხეულის აპარატზეც, რომელიც სისწორით გადმოსცემს გრძნობის შემოქმედებითი მუშაობის შედეგებს, ხორცშესხმის გარეგან ფორმას. ამგვარ მუშაობაზე დიდი გავლენა აქვს ქვეცნობიერებას. ქვეცნობიერებას ხორცშესხმულობის სფეროში ვერ შეედრება თვით უაღრესად დახელოვნებული მსახიობის ტექნიკა. თუმცა უკანასკნელი დიდი თავის მოიმედია და პრეტენზიას აცხადებს უპირატესობაზე. უკანასკნელ ორ გაკვეთილში გაკვრით მიგითითეთ, თუ რას წარმოადგენს განცდათა ჩვენი ხელოვნება, დაამთავრა არკადი ნიკოლოზისძე. ჩვენ გვჯერა, ვიცით გამოცდილებით, რომ მხოლოდ ასეთ სცენიურ ხელოვნებას, ასეთ ცოცხალ ადამიანს მსახიობს, განცდით გაჯერებულ შეუძლია მხატვრულად გადმოსცეს სულ უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ელფერი და შინაგანი ცხოვრების მთელი სიღრმე. მხოლოდ ასეთ ხელოვნებას შეუძლია დაიპყროს მაყურებელი. აიძულოს ის არამც თუ უბრალოდ შეიგნოს, არამედ მთლიანად განიცადოს კიდეც სცენაზე მომხდარი ამბავი. გაამდიდროს მისი შინაგანი გამოცდილება, დასტოვოს მასში დროთა ვითარებისაგან წარუშლელი კვალი. მაგრამ გარდა ამისა, ესეც აგრეთვე უმთავრესია. შემოქმედების მთავარი ფუძე და ორგანული ბუნების კანონები, რომლებსაც ჩვენი ხელოვნება ემყარება, უზრუნველყოფენ მსახიობს წაბორძიგებისაგან. ვინ იცის, როგორ რეჟისორებთან და რომელ თეატრებში მოგიხდებათ მუშაობა. ყველგან და ყველანი არ ხელმძღვანელობენ შემოქმედების დროს თვით ბუნების მოთხოვნილებებით. ხშირ შემთხვევაში უხეშად არღვევენ მათ. ეს კი ყოველთვის წააბორძიგებს მსახიობს. თუ თქვენ ზედმიწევნით გეცოდინებათ ნამდვილი ხელოვნების საზღვრები და ბუნების შემოქმედების ორგანული კანონები, თქვენ აღარ დაიბნევით და ადვილად შეიგნებთ თქვენ შეცდომებს და შესაძლებლობა გექნებათ მათი გამოსწორების. ხოლო თუ თქვენ არ გექნებათ დასაყრდენი, რომელსაც განცდითი ხელოვნება მოგანიჭებთ და რომელიც მსახიობის ბუნების კანონებით ხელმძღვანელობს, დაიბნევით, გზას აცდებით, დაჰკარგავთ მთავარ კრიტერიუმს. აი რატომ თვლი სავალდებულოდ განურჩევლად ყველა მიმართულების მსახიობისათვის ჩვენი განცდითი ხელოვნების საფუძვლების შესწავლას. აქედან უნდა დაიწყოთ თითოეულმა მსახიობმა სასკოლო მუშაობა. დიახ, ეს სწორედ ის არის, რასაც მე ვესწრაფი მთელი ჩემი არსებით შევძახე აღფრთოვანებულმა. რა მოხარული ვარ, რომ შევძელი, თუმცა ნაწილობრივ საჩვენებელ სპექტაკლზე გამომევლინა ჩვენი განცდითი ხელოვნების მთელი მიზანი. ნაადრევად ნუ გაგიტაცებთ, ცივი წყალი გადამასხათ ტორცოვმა, თორემ შემდგომში მწარედ გაგიტყდებათ გული. ნამდვილ განცდილ ხელოვნებას იმაში ნუ აურებთ, რაც თქვენ აჩვენეთ ელ სცენაში, საჩვენებელ სპექტაკლზე. მერე რა ვაჩვენე? ვეკითხებოდი როგორც დამნაშავე განაჩენის მოლოდინში. მე უკვე გითხარით, რომ თქვენ მიერ ნათამაშებ მთელ სცენაში მხოლოდ რამოდენიმე ბედნიერი წუთი იყო ნამდვილი განცდისა, რამაც დაგაახლოვათ ჩვენს ხელოვნებასთან. მე ვისარგებლე მით, რომ მაგალითით დამესრულებინა, როგორც თქვენთვის, აგრეთვე სხვა მოწაფეებისათვის ხელოვნების ჩვენი მიმდინარეობის საფუძვლები, რომელთა შესახებ ამჟამად ვსაუბრობთ. ხოლო რაც ოტელოსა და იაგოს მთელ სცენას შეეხება, ყოვლად შეუძლებელია ვაღიაროთ ის განცდით ხელოვნება. მაშ რა სახელი შეიძლება უწოდოთ იმას, რაც მე გავაკეთე, ეგრეთ წოდებული აფეთქებითი თამაში. განმარტა არკადი ნიკოლოზის ძემ. ეგ რაღა არის? შევეკითხე და თან ნიადაგი მეცლებოდა ფეხებქვეშ. ასეთი თამაშის დროს, განაგრძო ტორცოვმა, ცალკეული მომენტები უცებ მოულოდნელად უმაღლეს წერტილს მიაღწევს და თავზარს სცემენ მსმენელებს. ასეთ წუთებში მსახიობი განიცდის ან ქმნის შთაგონებით, იმპროვიზაციის წესით. მაგრამ გრძნობთ კი თქვენ ასეთ ნიჭსა და უნარს, იმდენ სულიერსა და ფიზიკურ ძალას, რომ ოტელოს ვეებერთელა 5 აქტი ითამაშოთ ასეთი აღმავლობით, როგორც შემთხვევით ითამაშეთ საჩვენებელ სპექტაკლზე პაწია სცენა. სისხლი მწყურია, იაგო, სისხლი.
არ ვიცი. მე კი ნამდვილად ვიცი, რომ ამას ვერ შეძლებს ვერც ერთი განსაკუთრებული ტემპერამენტის და დიდი ფიზიკური ძალის მქონე მსახიობი. თქვა არკადი ნიკოლოზისძემ. ბუნებას დამხმარეთ კვლავ სათანადოდ დამუშავებული ფსიქოტექნიკა სჭირდება. თქვენ ხომ ეს ისე არა გაქვთ, როგორც აფეთქებით მოთამაშე მსახიობებს, რომელნიც უარყოფენ ტექნიკას. იმათ როგორც თქვენ შთაგონების იმედი აქვთ. ხოლო თუ უკანასკნელმა გიღალატათ თამაშის დროს, თქვენც და ისინიც ვერაფრით ამოავსებთ თამაში გაჩენილ ხარვეზებს, როლის იმ ცარიელ ადგილებს, რომელნიც ვერ განიცადეთ. აქედან წარმოსდგება როლის შესრულების დროს ხანგრძლივი პერიოდები ნერვიული დაუძლურებისა, სრული მხატვრული უსუსურობისა და გულუბრყვილო დილეტანტური ყალბი კილოსი. ასეთ წუთებში როლის თქვენს მიერ შესრულება, როგორც ყოველთვის, როგორც ყველა აფეთქებით მოთამაშე მსახიობისა, უსიცოცხლოა, გაცვეთილია და ზედმეტად ნაწამები. სწორედ ასეთი მოკოჭლებითი აღმაფრენის მომენტების ცვლიდნენ ყალბ ადგილებსა და პირიქით. აი ეს ითამაშეთ თქვენ და აი როგორ სცენიულ შესრულებას ეწოდება ჩვენი მსახიობის ენაზე აფეთქებითი თამაში. არკადი ნიკოლოზის ძის მიერ ნაკლთა კრიტიკამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მან არამც თუ გული მომიკლა, თავზარიც კი დამცა. დავძაბუნდი, აღარაფერი მესმოდა რა, რას ლაპარაკობდა შემდეგ ტორცოვი და რას პასუხობდნენ ჩვენი ჯგუფელები. მე-12 ჩანაწერი. არკადი ნიკოლოზისძე განაგრძობდა შენიშვნებს საჩვენებელ სპექტაკლზე ჩვენი თამაშის ირგვლივ. მან კლასში შემოსვლისას მიმართა პაშა შუსტოვს. თქვენ გვიჩვენეთ რამოდენიმე საინტერესო მომენტი ჭეშმარიტი ხელოვნებისა, მაგრამ განცდითი ხელოვნების კი არა, არამედ თუმცა უცნაურია, მაგრამ მაინც წარმოსახვითი ხელოვნებისა. წარმოსახვითი? განცვიფრდა შუსტოვი. ეს რაღა ხელოვნებაა, ჩაეკითხნენ მოწაფეები. ეს ხელოვნების მეორე განხრაა. ხოლო რაც წარმოადგენს იგი, ეს იმან აგიხსნათ, ვინც ამის რამოდენიმე მოხერხებული მომენტი გვიჩვენა საჩვენებელ სპექტაკლზე. შუსტოვ, მოიგონეთ, როგორ ქმნიდით იაგოს როლს, წინადადება მისცა ტორცოვმა. ცოტა რამ გაგონილი მქონდა ბიძაჩემისაგან, ჩვენი ხელოვნების ტექნიკის შესახებ. ამიტომ როლის შინაგანი ბუნების განხილვას შეუდექი და დიდხანს სწავლობდი მას. თითქოს თავი იმართლა შუსტოვმა. ბიძა თქვენი დაგეხმარათ? გამოკითხა არკადი ნიკოლოზისძემ. ცოტათი, შინ როგორც მეგონა მივახციე კიდეც ნამდვილ განცდას. ზოგჯერ რეპეტიციებზეც ვიგრძენი როლის ცალკეული ადგილები, ამიტომ არ მესმის რა შვაში აქ წარმოსახვითი ხელოვნება, განაგრძობდა პაშა შუსტოვი თავის მართლებას. წარმოსახვით ხელოვნებაშიც განიცდიან თავის როლს, ერთხელ ან რამოდენიმეჯერ, სახლში ან რეპეტიციაზე. სწორედ ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაშიც თვითონ უმთავრეს პროცესს, განცდას აქვს ადგილი, ნება გვაძლევს ეგ მეორე მიმართულებაც ხელოვნებად მივიჩნიოთ. ამ მიმართულების დროს როგორღა განიცდიან როლს, ისევე როგორც ჩვენსაში? ჩავეკითხე მე. სწორედ ისევე, მაგრამ იქ სულ სხვა მიზანია. ყოველთვის შეიძლება განიცადო როლი როგორც ჩვენთან, როგორც ჩვენს ხელოვნებაში, მაგრამ შეიძლება ერთხელ ან რამოდენიმეჯერ განიცადო როლი იმისათვის, რომ გრძნობების ბუნებრივი გამოვლინების გარეგანი სახე, ფორმა დაიმახსოვრო. და რა კი მეხსიერებაში აღნუსხავ, ამ ფორმის მექანიკურად განმეორებასაც დაისწავლი გავარჯიშებული კუნთების შემწეობით. ეს არის როლის წარმოსახვა. ამგვარად ხელოვნების ამ მიმართულებით განცდის პროცესი არ წარმოადგენს შემოქმედების მთავარ მომენტს, არამედ ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპთაგანია მსახიობის შემდგომი მუშაობისათვის. ეს მუშაობა მდგომარეობს სცენიური შემოქმედების გარეგანი მხატვრული სახის ძიებაში, რომელიც თვალსაჩინოდ ხსნის მის შინაგან მოცულობას. ასეთი ძიების დროს მსახიობი უპირველეს ყოვლისა თავის თავს მიმართავს და ცდილობს ნამდვილად იგრძნოს, განიცადოს მოქმედი პირის ცხოვრება, მაგრამ ვიმეორებ, ის ამას წარმოდგენის დროს კი არ სჩადის, თვით საჯარო მოქმედების დროს კი არა, არამედ სახლში, თავის ანაბარად, ან რეპეტიციის დროს. მაგრამ შუსტოვმა ნება მისცა თავს ეს პირდაპირ საჩვენებელ სპექტაკლზე ჩაედინა. მას ეს განცდითი ხელოვნება ყოფილა და არა წარმოსახვითი. გამოვექომაგე მე. ვიღაცამ ხარი დამიჭირა, რომ პაშას უსწორო თამაშში იყო რამოდენიმე ნამდვილი განცდის მომენტი, რაც ჩვენი ხელოვნების ღირსიაო.
ავითარ შემთხვევაში პროტესტით განაცხადა არკადი ნიკოლოზისძე. განცდათა ჩვენს ხელოვნებაში როლის შესრულების თითეული მომენტი ყოველთვის ხელახლა უნდა იყოს განცდილი და ხელახლა ხორცშესხმული. ჩვენს ხელოვნებაში ბევრი რამ იმპროვიზაციის წესით ხდება, ერთი და იმავე თემაზე, მკვიდრად ფიქსირებულზე. ასეთი მოქმედება სიახლესა და უშუალობასაც ძენს შესრულებას. ეს გამომჟღავნდა ნაზვანოვის თამაშის რამოდენიმე მარჯვე მომენტში, ხოლო შუსტოვის თამაშში ვერ შევნიშნე მე როლის შეგრძნების ეს სიახლე და იმპროვიზაცია. პირიქით, მან მომხიბლა მე რამოდენიმე ადგილას თავისი გარკვეულობით, არტისტობით და დახელოვნებით, მაგრამ თელმის თამაში სიცივე იგრძნობოდა და აი ამ გარემოებამ დამაეჭვა, რომ მას უკვე აქვს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი თამაშის სახე, არ უშვებს იმპროვიზაციასა და სიახლეს და უშუალობას უსპობს თამაშს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის გრძნობდი, რომ ორიგინალი, რომლის ასლებიც ასე ხელოვნურად მეურდებოდა, კარგი იყო, სწორი, რომ ის ლაპარაკობდა როლის ნამდვილ ადამიანის სულის ცოცხალი ცხოვრების შესახებ. ოდესღაც ყოფილი განცდის პროცესის ამ გამოხმაურებამ ცალკეულ მომენტში, თამაშში წარმოადგინა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. მერე და მე საიდან უნდა აღმომეჩინა წარმოსახვითი ხელოვნება? მოდით განვიხილოთ. და ამისათვის განაგრძეთ, როგორ ამუშავებდით იაგოს როლს, წინადადება მისცა ტორცოვმა. იმის შესამოწმებლად თუ გარეგნულად როგორ მეხერხებოდა განცდის გადმოცემა, სარკე დავიხმარე, იგონებდა პაშა. ეს საშიშია, მაგრამ მასთან ტიპიურიც არის წარმოსახვითი ხელოვნებისათვის. ხედველობაში იქონიეთ, რომ სარკი ძლიერ ფრთხილად უნდა ისარგეთ. ეს გარემოება მსახიობს აჩვევს გარეგან მხარეს მიაქციოს ყურადღება და არა შინაგანს. მიუხედავად ამისა, სარკე დამეხმარა, ჩემი თვალით მეხილა და გამეგო თუ რას გავაკეთებდი, რას განვიცდიდი, თავს იმართლებდა პაშა. რისი მიღწევა გინდოდა? შენი საკუთარი განცდების წარმოჩინების თუ როლის მიხედვით შენიღბული განცდების? ჩემი საკუთარის, რომელიც იაგოს შეეფერებოდა. აი, გასაგებია, ესე იგი თქვენ სარკეში მუშაობის დროს გაინტერესებდათ გარეგნობა კი არა და მანერები კი არა, არამედ შინაგან გრძნობათა განცდის ფიზიკური ასახვა, ასე ვთქვათ, როლის ადამიანური სულის ცხოვრება. დაჟინებით ეკითხებოდა არკადი ნიკოლოზისძე. სწორედ, დიახ, სწორედ ეგ. ეგეც ტიპიურია წარმოსახვითი ხელოვნებისათვის. და სწორედ იმიტომ, რომ ხელოვნებაა იგი, მას სცენიური ფორმა ესაჭიროება. არა როლის გარეგანი სახის გადმოსაცემად, არამედ უმთავრესად მისი შინაგანი ხაზების, ადამიანის სულის ცხოვრების გადმოსაცემად. მახსოვს ზოგიერთ ადგილებში კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავის, როდესაც დავინახე იმის ანარეკლი, რასაც ვგრძნობდი, განაგრძობდა პაშა. მერე თქვენ დაიმახსოვრეთ ეგ და ერთხელ და სამუდამოდ აღბეჭდეთ გრძნობათა ამსახველი გამოხატულება, არა? ისინი თვითონ აღიბეჭდნენ ხშირი გამეორების დახმარებით და ბოლოს თქვენში ჩამოყალიბდა სცენიური ინტერპრეტაციის განსაზღვრული გარეგანი ფორმა, როლის საუკეთესო ადგილებისათვის და თქვენ დაეუფლეთ ასახვის ტექნიკას. როგორც ხედავთ და თქვენ ყოველთვის სარგებლობდით მაგ ფორმით. მოქმედების ყოველი განმეორებისა სახლში ხდებოდა ეს თუ რეპეტიციაზე? არა? ჰკითხა ტორცოვმა. ალბათ, ჩვეულებისამებრ ხდებოდა ეს, რა ვიცი, თქვა პაშა. მაშინ ესეც აგვიხსენით. ეგ ერთხელ დადგენილი ფორმა თავისთავად წამოიჭრებოდა ხოლმე თუ შინაგანი განცდის მეოხებით ყოველ. ან იქნებ ერთხელ შობილი და სამუდამოდ გაყინული მექანიკურად მეორდებოდა გრძნობის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე. თითქოს იცით როგორ იყო, მექანიკურად არა, თითქოს მეგონა რომ ყოველთვის განვიცდიდი. არა, საჩვენებელ სპექტაკლზე მაყურებლამდე არ მოდიოდა ეგ. წარმოსახვით ხელოვნებაშიც იმავე ხერხს მიმართავენ, როგორც თქვენ მოქცეულ ხართ. ცდილობენ გამოიწვიონ და აღბეჭდონ თავის არსებაში ადამიანის ტიპიური თვისებები, რომლებიც გამოხატავენ როლის შინაგან ცხოვრებას. გამოიმუშავებენ რა თითოეული მათგანისათვის ერთხელ და სამუდამოდ საუკეთესო ფორმას, მსახიობი ბუნებრივია სწავლობს მის ხორცშესხმას, მექანიკურად თავის გრძნობების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე და ამას აკეთებს ის საჯაროდ გამოსვლის მომენტში. ამას აღწევენ სხეულის სახის კუნთების მიჩვევით, ხმის, ლაპარაკის კილოს წყალობით, ტექნიკის მთელი ვირტუოზობითა და ხელოვნების ყველა ხერხებით. განუწყვეტელი გამეორებით ახერხებენ და იმახსოვრებენ ამას.
წარმოსახვითი ხელოვნებისაგან ამ მსახიობებს უკიდურესობამდე განვითარებული აქვთ კუნთობრივი მეხსიერება. როლის მექანიკურად მეხსიერებაში აღდგენას მიჩვეული მსახიობი იმეორებს თავის სამუშაოს, ნერვულ და სულიერ ძალთა დაუხარჯავად. უკანასკნელი არამც თუ ზედმეტად ითვლება საზიანოდაც კი საჯარო შემოქმედების დროს, რადგან ყოველგვარი მღელვარება ასუსტებს მსახიობის ნებისყოფას და სახეს უცვლის ერთხელ და სამუდამოდ ფიქსირებულ სურათსა და ფორმას. ხოლო ფორმის გაურკვევლობა და მისი გადაცემის რწმენის უქონლობა ვნებს შთაბეჭდილებას. აი ყოველივე ეს ამა თუ იმ ზომით თქვენს მიერ შესრულებულ იაგოს როლის შენიშვნულ ადგილებსაც ეხება. ეხლა მოიგონეთ, რა ხდებოდა თქვენს შემდგომ მუშაობაში. როლის სხვა ადგილები და ასე ვთქვათ და თვით იაგოს სახე არ მაკმაყოფილებდა. ამაში სარკის მეშვეობითაც დავწმუნდი, იგონებდა შუსტოვი. შესაფერი მოდელის ძიებაში ერთი ნაცნობი მომაგონდა, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდა ჩემს როლთან, მაგრამ მშვენივრად ანსახიერებდა ვერაგობას, ცფიერებას, ბოროტებას და მზაკვრობას და დაიწყეთ მისი გათავისება. დიახ, მერე თქვენი მოგონებები, სიმართლე რომ თქვა, მე პირდაპირ გადმომქონდა გარეგნულად იმ ჩემი ნაცნობის მიხრა-მოხრა, გამოწყდა პაშა. გონებით და ჩემი წარმოდგენით სულ თვალწინ მყავდა ის ნაცნობი. ის ბოლთას სცემდა, იდგა თუ იჯდა, თვალს არ ვაშორებდი და ვიმეორებდი ყველაფერს, რასაც ის აკეთებდა. ძალიან დიდი შეცდომა ჩაგიდენიათ. იმ მომენტში თქვენ ღალატობდით წარმოსახვით ხელოვნებას. უბრალოდ მიბაძვა დაიწყეთ. გადმოღება, იმიტაცია, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვს შემოქმედებასთან. მაშ რა საშუალებას უნდა მიმემართა, რომ შემთხვევით გარეშეთაგან აღებული სახე მიმემსგავსებინა იაგოს. თქვენ უნდა დაგემუშავებინათ ახალი მასალა. ხორცი შეგესხათ ოცნების სათანადო წარმოდგენისათვის, როგორც ეს ჩვეულებრივ მიღებულია განცდითი ხელოვნების ჩვენს მიმართულებაში. როგორც კი ხორცშესხმული მასალა დადგუდა თქვენში და როლის სახე გამოინაკვთა თქვენს აზროვნებაში, მაშინვე უნდა შესდგომოდით ახალ მუშაობას, რომელსაც ძალიან მხატვრულად აღწერს წარმოსახვითი ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, შესანიშნავი ფრანგი მსახიობი კოკლენი. მსახიობი თავის აზროვნებაში ქმნის მოდელს. შემდეგ მხატვრის მსგავსად იჭერს თითოეულ მის ნაკვთს და ტილოზე კი არ გადააქვს, არამედ თავის თავზე. გვიკითხავდა არკადი ნიკოლოზისძე. ის შეამჩნევს ტარტიუფზე რაღაც ტანსაცმელს და მაშინვე თვითონვე შეიმოსება იმავე ტანსაცმლით. დაინახავს მის სიარულს და მაშინვე გადმოიღებს ეგრევე მისი სახის გამომეტყველებას. თავის საკუთარ სახეს შეუგუებს მას. ასე ვთქვათ, სჭრის, კვეთს და ჰკრავს საკუთარ თავს, საკუთარ კანს. ვიდრე მის პირველ მეში შეჭრით კრიტიკოსი დაკმაყოფილებულად არ იგრძნობს თავს, სრულ ერთი და იგივეობას არ აღმოაჩენს თავის თავსა და ტარტიუფს შორის. მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი, ეს მხოლოდ გარეგანი მსგავსება იქნება. აღებული პიროვნების დამგვანება და არა თვით ტიპი. საჭიროა, რომ მსახიობმა აიძულოს იგი ილაპარაკოს იმ ხმით, რომელიც მას ტარტიუფისგან მოესმის და როლის მთელი მსვლელობის დასაზუსტებლად უნდა აიძულოს იგი იმოქმედოს, იაროს, ამოძრაოს ხელფეხი, მოისმინოს, იფიქროს ისე, როგორც ტარტიუფი. ტარტიუფის სული შთაბეროს მას. მხოლოდ მაშინ იქნება მზად სურათი. შეიძლება მისი ჩარჩოში ჩასმა ან სცენაზე გატანა. მაყურებელიც იტყვის: აი, ესე ჩენი ტარტიუფი. ან იტყვის: მსახიობმა ძალიან ცუდად იმუშავა. ეს ხომ საშინლად ძნელი და რთულია. ავღელდი მე. დიახ, ძალიან რთულია. მსახიობი ხომ არ ცხოვრობს, თამაშობს. ის სრულიად გულგრილი რჩება თავისი თამაშის საგნისადმი, მაგრამ მისი ხელოვნება სრულყოფილი უნდა იყოს. მართლაც დაუმატა ტორცოვმა. წარმოსახვითი ხელოვნება იმისთვის მოითხოვს სრულყოფას, რომ ხელოვნება დარჩეს. უფრო სწორი არ იქნებოდა, რომ მივდობოდით ბუნებას, ბუნებრივ შემოქმედებას და ნამდვილ განცდას, ვეკითხებოდი დაჟინებით. ამის შესახებ შემიძლია გითხრათ. ხელოვნება არ არის რეალური ცხოვრება. არც ანარეკლია ამ ცხოვრების. ხელოვნება თვითონაა შემოქმედება. ის თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, დროისა და სივრცის გარეშე. ის თვალწარმტაცია თავისი განყენებულობით. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავეთანხმებოდით ასეთ თავის მოიმედე გამოწვევას, უბადლო, უნაკლო და მიუწვდომელ მხატვრისა შემოქმედებითი ბუნებისა. ნუ თუ ეს ნამდვილი ხელოვანები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ტექნიკა თვით ბუნებაზე ძლიერია. რაღაცა
მეეჭვება, ვერ დავწყნარდი მე, ის მათ სწამთ და უნდა იწამონ ის, რომ სცენაზე ჰქმნიან თავის საუკეთესო ცხოვრებას. იმ რეალურ ადამიანის ცხოვრებას კი არა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ სინამდვილეში, არამედ სხვა სცენისათვის შესწორებულს. აი რატომ არის, რომ წარმოსახვითი ხელოვნების მიმდევარი მსახიობები ყველა როლს თანაბრად განიცდიან, ადამიანურად განიცდიან. ბუნებრიობას ისინი მხოლოდ მუშაობის მოსამზადებელ პერიოდში ავლენენ, ხოლო თვით შემოქმედების მომენტში სცენაზე ისინი პირობით განცდაზე გადადიან. და ამ გარემოებების გასამართლებლად ასეთი მოსაზრებანი მოჰყავთ. თეატრი და წარმოდგენები პირობითია, სცენა კი სრულიად ღატაკია ნამდვილი ცხოვრების ილუზიის გადმოსაცემად, ამიტომ სცენა კი არ უნდა გაურბოდეს და გვერდს უხვევდეს პირობითობას, არამედ ხელი უნდა შეუწყოს და შეიყვაროს იგი. მერწმუნეთ, ასეთი ხელოვნება ლამაზია, მხოლოდ ღრმა არ არის. ის უფრო ეფექტურია, ვიდრე ძლიერი. მასში ფორმა უფრო საინტერესოა, ვიდრე შინაარსი. სმენასა და მხედველობაზე უფრო მეტად მოქმედებს იგი, ვიდრე სულზე და ამიტომ უფრო მოჯადოებას იწვევს, ვიდრე სულიერ ძრწოლას. მართალია ამ ხელოვნებითაც შეიძლება დიაჩ-თაბეჭდილებათა გამოწვევა. ისინი გიპყრობენ, სანამ ითვისებ მათ ლამაზი მოგონება გრჩება მათ შესახებ, მაგრამ ეს არ არის შთაბეჭდილება, რომელიც ღრმად ჩაგეჭრება სულში და გათბობს. ასეთი ხელოვნების მოქმედება მახვილია, მაგრამ არა ხანგრძლივი. ის უფრო მეტად გაკვირვებს, ვიდრე გარწმუნებს. ამიტომ ყველაფერი არ არის მისთვის მისაწვდომი. ის, რამაც გამცვიფრებაში უნდა მოგიყვანოს, მოულოდნელობით, სცენიური სილამაზით, ანუ ის, რაც მხატვრულ პათოსს მოითხოვს, ამ ხელოვნების საშუალებათა შორის ნაკლებად მოიძებნება. ხოლო ღრმა გატაცებათა გადმოსაცემად მისი საშუალებანი ან ძლიერ მედიდურნი არიან, ან კიდევ ძლიერ ზერელენი. საქმე იმაშია, რომ ადამიანის გრძნობათა სიფაქიზესა და სიღრმეს ვერ გადმოსცემენ ტექნიკური ხერხები. თვით ბუნების უშუალო დახმარებას საჭიროებენ ისინი ბუნებრივი განცდისა და ხორცშესხმის მომენტში. როგორიც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, ნამდვილი განცდის პროცესით ნაკარნახევი და წარმოდგენილი როლი შემოქმედებად და ხელოვნებად უნდა ჩაითვალოს. მე-13 ჩანაწერი. დღევანდელ გაკვეთილზე გოვორკოვი დიდი აღფრთოვანებით გვარწმუნებდა, რომ ის წარმოსახვითი ხელოვნების მსახიობია, რომ მისი მიმართულება, ამ მიმართულების საფუძვლები მისი სულიერი არსებიდან გამომდინარეობენ, რომ სწორედ ამას მოითხოვს მისი არტისტული გრძნობა და იგი ქეთს იხრის მათ წინაშე, რომ სწორედ ასე ესმის შემოქმედება და არა სხვანაირად. არკადი ნიკოლოზის ძე დაეჭვდა მის სიტყვების სისწორეში და მოაგონა, რომ წარმოსახვითი ხელოვნება საჭიროებს განცდებს. ის კი დარწმუნებული არ არის, რომ გოვორკოვი ფლობდეს განცდის პროცესს, არათუ სცენაზე მუშაობის დროს, არამედ სახლშიც კი. მოკამათე კი გვარწმუნებდა, რომ ის განსაკუთრებული ძალით გრძნობს და ყოველთვის განიცდის იმას, რასაც სცენაზე აკეთებს. ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების ყოველ წუთს რაღაცას განიცდის, გრძნობს, ამბობდა არკადი ნიკოლოზის ძე. ის რომ არაფერს გრძნობდეს, ხომ მკვდარი იქნებოდა. ხოლოდ მკვდრები არ გრძნობენ არაფერს. თავარია რას განიცდის სცენაზე, როლის ცხოვრების შესაბამის საკუთარ გრძნობებს თუ სხვა რამეს, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება არ აქვს მასთან. ძლიერ ხშირად ყველაზე გამოცდილი მსახიობები დაამუშავებენ სახლში და სცენაზე გამოაქვთ არა ის, რაც მთავარი და არსებითია როლისა და ხელოვნებისათვის, არამედ რაღაც სხვა. ასე დაგემართათ თქვენ ყველას. ზოგმა გვიჩვენა სპექტაკლზე თავისი ხმა, ეფექტური ინტონაცია, თამაშის ტექნიკა, სხვები ამხიარულებდნენ მაყურებელს ცოცხალი სირბილით, ბალეტის ნახტომებით, გაბედული დაკვრით, თავს გვაწონებენ ლამაზი და მოხდენილი ჟესტით, პოზით. ერთი სიტყვით გამოიტანეს სცენაზე ყველა ის, რაც სულ არ იყო საჭირო მათ მიერ განსახიერებული მოქმედი პირებისათვის. და თქვენ, გევორკო, მიუდექით თქვენს როლს არა მისი შინაგანი შინაარსის მიხედვით, არა მისი განცდისა და
არა მისი წარმოსახვის მიხედვით, არამედ სულ სხვა მხრივ და ფიქრობთ, რომ რაღაც შექმენით ხელოვნებაში. მაგრამ იქ სადაც არ არსებობს საკუთარი ცოცხალი გრძნობების შეგრძნება, წარმოდგენილი გმირის გრძნობების ანალოგიური, იქ ზედმეტია ლაპარაკი ჭეშმარიტ შემოქმედების შესახებ. ამიტომ თავს მოიტყუებთ. უკეთესია ეცადეთ ღრმად ჩაუკვირდეთ და შეიგნოთ თუ სად იწყება და სად თავდება ჭეშმარიტი ხელოვნება. მაშინ დარწმუნდებით, რომ თქვენ თამაშს არავითარი კავშირი არ ჰქონია მასთან. მას რას წარმოადგენს ის, რაც გავაკეთე? ხელოსნობას. მართალია ცუც არა, როლის მუშაობისათვის, როლის მოხსენებისათვის გამომუშავებული საკმაოდ კარგი ხერხებითა და მისი პირობითი დასურათებებით, მაგრამ მაინც ხელოსნობას და არა ხელოვნებას. აქ გამოვტოვებ გეორკოვის გაჭიანურებულ შეკამათებას და პირდაპირ ტორცოვის ახსნა განმარტებაზე გადავალ საზღვრების შესახებ, რომელიც გამოჰყოფენ ჭეშმარიტ ხელოვნებას ხელოსნობისაგან. ნამდვილი ხელოვნება წარმოუდგენელია განცდების გარეშე. ამიტომ ის სწორედ იქ იწყება, სადაც გრძნობა თავის უფლებებში შედის. ხელოსნობა, შეეკითხა გორკოვი. ის კიდევ თავის მხრივ იწყება იქ, სადაც წყდება შემოქმედებითი განცდა, ანუ მის შედეგთა მხატვრული წარმოსახვა. მაშინ, როდესაც განცდითი ხელოვნებისა და წარმოსახვითი ხელოვნების დროს განცდის პროცესი აუცილებელია, ხელოსნობაში ის არ არის საჭირო და შემთხვევითია. ამ ყაიდის მსახიობებს უნარი არ შესწევთ შექმნან თითეული როლი ცალკეულად. მათ არ შეუძლიათ განიცადონ და ბუნებრივად ხორცი შეასხან განცდილს. ხელოსანი მსახიობები მხოლოდ როლის ტექსტს ლაპარაკობენ და ამ ლაპარაკს თან აყოლებენ სცენიური თამაშის ერთხელ და სამუდამოდ გამომუშავებულ ხერხებს. ის ძლიერ ამარტივებს ხელოსნობის ამოცანას. რაში მდგომარეობს ეს გამარტივება? შევეკითხე მე. თქვენ ამას უკეთესად შეიგნებთ, როდესაც გაიგებთ თუ როგორ წარმოიშვნენ და როგორ შეიქმნა და ჩამოყალიბდა ხელოვნური თამაშის ხერხები, რასაც ჩვენს ენაზე აქტიორულ შტამპს უწოდებთ. აი, საიდან გაჩნდნენ და როგორ გამომუშავდნენ ისინი. როლის გრძნობათა გადმოსაცემად საჭიროა მისი შეცნობა, ხოლო მის შესაცნობა თვით მსახიობმა უნდა გამოსცადოს ანალოგიური განცდები. თვით გრძნობების მიბაძვა არ შეიძლება. შეიძლება მხოლოდ მისი გარეგანი გამოვლინების შედეგების მიმსგავსება. ხელოსნებმა არ იციან როლის განცდა. ამიტომ ისინი ვერასოდეს შეიმეცნებენ ამ შემოქმედებით პროცესის გარეგან შედეგებს. მას როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ მივიპყროთ გარეგანი ფორმა შინაგანი გრძნობის კარნახის გარეშე? როგორ გადმოვცეთ ხმისა და სხეულის მიმოხრით არარსებული განცდის შედეგი? მეტი არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ უბრალო პირობით აქტიორულ თამაშს მივმართოთ. ეს ერთო პრიმიტიული, ფორმალური, გარეგანი ასახვა სხვისი როლის გრძნობებისა, რომლებიც არ განუცდია როლის შემსრულებელ მსახიობს და ამიტომ არ შეუცვნია. ეს მხოლოდ უბრალო მიმბაძველობაა. მიმიკის, ხმის კილოს, ტანის მიხრა-მოხრის მეოხებით აქტიორი ხელოსანი გვთავაზობს სცენიდან მაყურებელს მხოლოდ გარეგან შტამპს, ვითომ და როლის ადამიანური სულის ცხოვრებას, არარსებული გრძნობების მკვდარ ნიღაბს. ასეთი გარეგნული თამაშისათვის გამომუშავებულია მსახიობური ასახვის ურიცხვი ხერხები, რომლებიც ვითომ გადმოსცემენ გარეგანი საშუალებებით ყოველგვარ გრძნობებს, რომლებიც კი შეგვხვდება სასცენო პრაქტიკაში. ამ ხელოსნურ ფანდებში არ არის ნამდვილი გრძნობა, არის მხოლოდ მიბაძვა, გათამაშება, სავარაუდო მიმსგავსება მისი გარეგანი შედეგებისა. არ არის სულიერი შინაარსი, არის მხოლოდ გარეგანი ხერხი, ვითომ და მისი გამომხატველი. ზოგიერთი ამ ერთხელ და სამუდამოდ ფიქსირებული ხერხებისა შენარჩუნებულია ხელოვნური ტრადიციით, წინაპრებისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული, როგორც მაგალითად ხელის გულზე მიდება სიყვარულის გამოსახატავად, ან საყელოს ჩამოგლეჯა სიკვდილის გამოსახატავად. ზოგიც მზამზარეულად გადმოღებულია თანამედროვე ნიჭიერი მსახიობებისაგან, როგორც ხელის ზურგით შუბლის სრესა, როგორც სახეზე ხელის აფარება განცდების დასამალად. ზოგიერთ ამდაგვარ ხერხებს კი თვითონ მსახიობებიც კი გამოიმუშავებენ ხოლმე. არსებობს განსაკუთრებული ხელოსნური მანერა როლის გადმოსაცემად. ესე იგი, ხმის, დიქციის, სიტყვების წარმოსათქმელად. გადამეტებული ხმის ამაღლება,
და დადაბლება როლის ძლიერ ადგილებში აქტიორის სპეციფიური ტრემოლით ან კიდევ ხმის განსაკუთრებული დეკლამაციური ფიორიტურებით. არსებობს სიარულის ხერხები, მოძრაობის, მიმოხვის მოქმედებების, პლასტიკისა და გარეგანი თამაშისათვის ყველა ეს განსაკუთრებული სიცხოველით აქვს შეთვისებული მსახიობ ხელოსნებს და დაფუძნებულია არა სილამაზეზე, არამედ შელამაზებაზე. მრავალი საშუალება მოიპოვება ადამიანის ყოველგვარ გრძნობათა და ვნებათა გამოსახატავად. კბილების კრაჭუნი და თვალების ბრიალი ეჭვიანობის დროს, თვალებსა და სახეზე ხელის აფარება ტირილის ნაცვლად, თმების ჩაბღუჯვა სასოწარკვეთილების ნაცვლად. არის ხერხები მთელი რიგი ტიპების მისაბაძად და სხვადასხვა წრის ადამიანების თვისებათა გადმოსაცემად. გლეხები იატაკზე აფურთხებენ, ცხვირს კალთით იწმენდნენ, სამხედრო პირები ფეხზე ფეხის მირტყმით აჟღარუნებენ დეზებს, არისტოკრატები ლორნეტით ათვალიერებენ საზოგადოებას. არსებობს ეპოქათა ამსახველი ჟესტები, საოპერო ჟესტი საშუალო საუკუნეებისათვის, ტანის ცეკვით რხევა მე-18 საუკუნისათვის. განსაკუთრებული ხერხებია მოფიქრებული ცალკეული პირებისა და როლების შესასრულებლად. სხეულის თავისებური გადახრა მაყურებლის დარბაზისკენ, ხელის ტუჩებზე მიფარება, აპარტე. დროთა ვითარებაში ეს ხერხები ტრადიციული გახდა. ასე ერთხელ და სამუდამოდ გამომუშავდა საერთო სააქტიორო გამოთქმა, რომლის გადმოცემის განსაკუთრებული მანერა წინასწარ შემუშავებული ეფექტურობით, განსაკუთრებული სიარულის სცენაზე, ჟესტისა და პოზის სურათიანობა, ყველაფერი ეს ერთი სიტყვით აისახება: სცენიური ხელოსნობა. ასეთი დაბალი დონის ეგრეთ წოდებული სამსახიობო შესრულება ჩვენ ძალიან ხშირად ხვდება ირგვლივ. ამიტომ არასოდეს აგერიოთ ხელოსნობა, სამსახიობო და აქტიორული ხელოვნებისაგან. თამაშის მზამზარეულ მექანიკურ ხერხებს ადვილად გადმოსცემენ მსახიობების გავარჯიშებული კუნთები, ჩვეულებად გადაექცა და ძვალ რბილში გაუჯდათ, რაც ადამიანის ბუნების მაგიერობას ეწევა სცენაზე და სრულებით კარგავს ბუნებრიობას. გრძნობათა ეს ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული ნიღბები მალე ცვდება, კარგავს თავის უმწევო სიცოცხლის ნიშანწყალს და აქტიორის უბრალო მექანიკურ შტამპად იქცევა. იქცევა ტრიუკად, ანუ გარეგან პირობით ნიშნად. ასეთ შტამპთა მთელი რიგი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი თითოეული როლის გადმოსაცემად ქმნის მსახიობის სახვით ჩვეულებას, ანუ რიტუალს, რომელიც თანსძევს პიესის ტექსტის პირობით გადმოცემას. თამაშის ყველა ამ გარეგნული ხერხებით ხელოვნური ყაიდის მსახიობებს სურთ შეცვალონ ცოცხალი, ჭეშმარიტი, შინაგანი განცდები და მოქმედება, მაგრამ ვერაფერი შეედრება ნამდვილ გრძნობას, ხოლო მისი გადმოცემა შეუძლებელია ხელოსნობის მექანიკური ხერხებით. ზოგიერთ ამ შტამპს ჯერ კიდევ თან ახლავს რაღაც სცენიური ეფექტურობა, ხოლო მათი უმრავლესობა შეურაცხყოფს უხამსი გემოვნებითა და გვამცვიფრებს ადამიანის გრძნობათა გაგების უბადრუკობით, მისადმი დამოკიდებულების სწორხაზოვნებით ან აშკარა სისულელით. მაგრამ დრო და საუკუნეობრივი ჩვევა თავის სიმახინჯესა და უაზრობასაც გვაახლოვებს და გვათავისებინებს. ასე მაგალითად, დროთა ვითარებაში დაკანონებული მანჭვა გრეხა ოპერეტის მსახიობებისა და მოახალგაზრდავე კომიკებისა შემზარავი და გულისამრევი საყურებელია. როდესაც ისინი კი არ ცხოვრობენ, არამედ გვეუბნებიან უხამსად, რომ ისინი თამაშობენ ამ როლს, თამაშობენ გაცვეთილი, უგემოვნებო, უკვე არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემი შტამპებით და ამას უწოდებენ მსახიობობას, ხოლო თავის თავს მსახიობებს სინამდვილეში კი მხოლოდ და მხოლოდ კლოუნები არიან, თუმცა კლოუნები უფრო მაღლა დგანან მათზე, რადგან ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ესენი კი ანადგურებენ აქტიორულ ხელოვნებას. აი რატომ არის, რომ თითქმის არაბუნებრივი შტამპები შეიჭრა ხელოსნობაში და ამჟამად მსახიობის რიტუალის ზნეჩვეულებად არის გადაქცეული. ზოგიერთი შტამპი ისე გადაგვარებულია და გადაჯიშებულია, რომ უცბად ვერც მიაგნებ მის წარმოშობის კვალს. მსახიობის ფანდი მოკლებული ყოველგვარ შინაგან არსებობას, რამაც ის წარმოშვა უბრალო სცენიურ პირობითობად იქცევა, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ცხოვრებასთან და ამიტომ ამ ახინჯ
განმაინჯებს მსახიობის ადამიანურ ბუნებას. ასეთი პირობითი შტამპებით ახსავსია ბალეტი, ოპერა, განსაკუთრებით სრულკლასიკური ტრაგედია, რომელშიაც უნდა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ხელოსნური ხერხებით გადმოსცენ გმირის ყველაზე რთული და მაღალი განცდები. მაგალითად, სასოწარკვეთილების ჟამს მკერდიდან გულის ამოგლეჯა, ხელების კანკალი შურისძიების მომენტში და ხელების აღპყრობა მუდარის დროს. ხელოსნის რწმუნებით ასეთი საერთო სააქტიორო სიტყვისა და პლასტიკის ამოცანა მაგალითად ხმის დატკბობა ლირიულ ადგილებში, ეპიური პოეზიის მოსაწყენი მონოტონური გადმოცემა, რიხიანი აქტიორული სიტყვა სიძულვილის გამოსახატავად, ალბიცრემლები თვით ხმაში წუხარების აღსანიშნავად, ტრაგიკული ბარიტონი ლექსების კითხვის დროს. ეს ყველაფერი თითქოს იმაში მდგომარეობს, რომ გააკეთილშობილოს ხმა, დიქცია, მიმოხრა მსახიობის, გაალამაზოს ისინი, გააძლიეროს მათი სცენიური ეფექტურობა და მხატვრული სახეობა. მაგრამ სამწუხაროდ, ნამდვილი სამსახიობო ხელოვნება და კეთილშობილება მუდამ სწორად როდი გაიგება. სილამაზის წარმოდგენა ცოტა გაჭიანურებული მცნებაა. მხატვრულ პათოსურ გამოთქმას და დამჯდარ ხმას ხშირად უკარნახებს ცუდი გემოვნება, რაც ქვეყნად უფრო მეტია, ვიდრე კარგი გემოვნება. აი სწორედ ამიტომ არის, რომ კეთილშობილების ადგილი მედიდურობამ დაიჭირა, სილამაზის შელამაზებამ, ნიჭის ფალსიფიცირებამ, ხოლო ნამდვილი ბუნებრივი მეტყველების თეატრალურმა ეფექტურობამ. მართლაც დაწყებული პირობით გამოთქმიდან, დიქციიდან და გათავებული აქტიორის სცენაზე სიარულითა და ჟესტით, ყველაფერი ეს თეატრის მყვირალა და გადამეტებულ მხარეს უწევს სამსახურს, რაც დაბალი გემოვნებისაა. არასაკმაოდ თავდაუჭერელია, რომ მას მხატვრული შემოქმედება უწოდოთ. მსახიობის ნამდვილი შემოქმედება ხელოვნურ მეტყველებამდე და მოჩვენებით პლასტიკამდე დაეცა. ნიჭიერება ჩაანაცვლა ყოყლოჩინა კეთილშობილებამ, საიდანაც წარმოიშვა განსაკუთრებული თეატრალური სილამაზე. სილამაზეს ვამბობთ ბრჭყალებში. უბედურება კიდევ ის არის, რომ ყოველგვარი შტამპი გადამდებია. აკვიატებული ჟანგივით ჩაეჭიდება მსახიობს, თუ კი სადმე ხელის მოსაკიდი ადგილი მოძებნა. უფრო გაღრმავდება, ფესვებს გაიდგამს და ცდილობს როლის ყველა ადგილი, მსახიობის სახვითი აპარატის ყველა ნაწილი დაიპყროს. შტამპი ავსებს როლის ყველა ცარიელ ადგილს, რომელიც არ არის შევსებული ცოცხალი გრძნობით და მკვიდრად მოიკიდებს იქ ფეხს. უფრო მეტიც, ძლიერ ხშირად წინ უსწრებს გრძნობების გაღვივებას და გზას უღობავს მას. ამიტომ იძულებული ხდება მსახიობი როგორმე თავი დაიცვას თავმომაბეზრებელი შტამპის სამსახურისგან. ყველაფერი ეს ნათქვამი ნიჭიერ მსახიობებსაც ეხება, რომელთაც ნამდვილი ორგანული და ბუნებრივი შემოქმედების უნარი შესწევთ. ხელოვნური ტიპის მსახიობების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მთელი მათი სცენიური მოღვაწეობა თითქმის არ სცილდება შტამპის მოხერხებულ შერჩევასა და კომბინირებას. მართალია ზოგიერთ ამ შტამპს თავისებური სილამაზე და მიმზიდველობა აქვს და გამოუცდელი მაყურებელი ვერც კი შეამჩნევს, რომ ყველა ეს მსახიობის მექანიკური მუშაობა და მეტი არაფერი, მაგრამ ეს მაინც მკვდარი ხელოვნებაა, ეს ხელოსნობაა, ეს შტამპია. მაგრამ როგორი უნაკლოც არ უნდა იყოს მსახიობის შტამპი, მას არ შეუძლია ააღელვოს მაყურებელი. ამისათვის საჭიროა რაღაც დამატებითი აღმგზნები რამ და ასეთი აღმგზნების როლში გამოდიან განსაკუთრებული ხერხები, რასაც ჩვენ მსახიობის ემოციას უწოდებთ. მსახიობური ემოცია ნამდვილი ემოცია არ არის. ის არ არის ნამდვილი მხატვრული განცდა როლისა. ეს არის სხეულის პერიფერიის ხელოვნური გაღიზიანება, ანარეკლი, ტრაფარეტირება. მაგალითად, თუ ძლიერ მუშტებს შეკუმშავთ, ზედმეტად დაჭიმავთ სხეულის კუნთებს, ან სპაზმურად ისუნთქებთ, შეიძლება ისეთ ფიზიკურ დაძაბულობამდე მიხვიდეთ, რომ მაყურებელმა ბნებით აღტკინებული ძლიერი ტემპერამენტის გამოვლინებად მიიღოს თქვენი ასეთი მოქმედება. შეიძლება გარეგნულად, მექანიკურად შფოთავდეთ, აქეთ-იქით აწყდებოდეთ და ღელავდეთ გაყინული სულით. უმიზეზოდ, საერთოდ, უბრალოდ ეს გარემოება ფიზიკური გაცეცხლების სუსტ მსგავსებას ჰგავს. არის შემთხვევები, როდესაც მსახიობმა რომ ცრემლი წამოიდინოს, ხალხს ყნოსავს და ეს მის შინაგან ემოციებს გააღვიძებს, მაგრამ ეს არის აქტიორული ემოციები და არა როლიდან გამომდინარე ემოციები. უფრო ნერვებად
გაშლილი ემოციური მსახიობები თავის არსებაში გამოიწვევენ რაღაც მეტემოციებს, საკუთარი ნერვების უფრო მეტ დაძაბულობას, ქმნიან თავისებურ ისტერიას, ყვირიან, მაგრამ ეს არაა ჯანსაღი ექსტაზი. ხშირად ეს ყველაფერი იმდენადვე უშინაარსოა, როგორც ხელოვნური ფიზიკური აღგზნება. ყველა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხატვრულ თამაშთან, არამედ გათამაშებასთან, არა ცოცხალი მსახიობის, ადამიანის გრძნობებთან შესრულებული როლის შესაბამისობასთან, არამედ მსახიობურ ემოციებთან. შესაძლებელი ეს ემოცია მაინც აღწევს თავის მიზანს და სიცოცხლის რაღაც ნიშანწყალს იძლევა, ერთგვარ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მხატვრულად განუვითარებელი ადამიანი ვეღარ ერკვევა ამ შთაბეჭდილების ხარისხში და უხეში სიყალბით კმაყოფილდება. ამ ტიპის მსახიობები ხშირად თვითონაც დარწმუნებული არიან, თითქოს ნამდვილ ხელოვნებას ემსახურებოდნენ. ვერ შეუგნიათ ის, რომ ისინი მხოლოდ სცენიურ ხელოსნობას ეწევიან და სიყალბეს ემსახურებიან. მე-14 ჩანაწერი. დღევანდელ გაკვეთილზე არკადი ნიკოლოზისძე ისევ საჩვენებელი სპექტაკლის გარჩევას განაგრძობდა. ყველაზე მეტი საბრალო ვიმუცოვას მოხდა. არკადი ნიკოლოზისძემ ხელოსნობადაც კი არ ჩათვალა მისი თამაში. აბა რა იყო ეს? ჩავერთე საუბარში. უსაზარლესი მანჭვა-გრეხვა. მე მემართებოდა ასეთი რამ. შევეკითხე ყოველ შემთხვევისათვის. თქვენს გემართებოდათ. თქვენ არს თქვით, რომ აფეთქებით ვთამაშობდი? დიახ, და ამასთან აგიხსენით, რომ ასეთი თამაში შესდგება ნამდვილი შემოქმედების მომენტებისგან, რომლებიც ხელოსნობაში გადადის, ჩავეკითხე მოთმინება დაკარგულმა. ხელოსნობას თქვენ ვერ გამოიყენებდით, იმიტომ რომ დიდი შრომაა საჭირო მის შესამუშავებლად. ეს შეძლო გეორკოვმა. თქვენ კი საამისო დრო არ გქონდათ. სწორედ ამიტომ ბაძავდით თქვენს ველურ დილეტანტურ შტამპებს, რომელშიც არ იგრძნობოდა არავითარი ტექნიკა, ხოლო უტექნიკოდ ვერ იარსებებს არამცთუ ხელოვნება, თვით ხელოსნობაც კი. საიდან უნდა მქონოდა შტამპი თუ პირველად გამოვედი სცენაზე? მე ვიცნობ ორ გოგონას, რომელთაც არასოდეს არ უნახავს არც თეატრი, არც სპექტაკლი და წარმოიდგინეთ, არც რეპეტიცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი თამაშობდნენ ტრაგედიას უსაშინლესი, უხამსი შტამპებით. მაშინ თამაში კი არ ყოფილა, არამედ უბრალოდ დილეტანტური მანჭვა-გრეხვა. დიახ, საბედნიეროდ მხოლოდ მანჭვა-გრეხვა, დაადასტურა არკადი ნიკოლოზისძემ. რატომ საბედნიეროდ? იმიტომ რომ სცენის მოყვარულ მანჭვა-გრეხვასთან უფრო ადვილია ბრძოლა, ვიდრე ძვალ ბილში გამჯდარ ხელოსნობასთან. დამწყებთ, როგორც თქვენ, თუ ისინი ნიჭიერები არიან, შეუძლიათ შემთხვევით წამიერად და სათანადოდ შეიგრძნონ როლი, ხოლო მის გადმოცემას მთლიანად მხატვრულ ფორმაში დახვეწილს ვერ შეძლებენ და ამიტომ მიმართავენ ყოველთვის მანჭვა-გრეხვას. დასაწყისში თითქოს უმწიკულოა იგი, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ დიდი საფრთხე იმალება ამაში. თავიდანვე უნდა შევებრძოლოთ მას. ნება არ უნდა მივცეთ მის ჩვევით განვითარებას, რაც ამახინჯებს მსახიობსა და მის ნიჭს. ეცადეთ შეიგნოთ, სად იწყება და სად თავდება ხელოსნობა და უბრალო მანჭვა-გრეხვა. სად იწყება ის? შევეცდები თქვენს მაგალითზე აგიხსნათ. თქვენ ჭკვიანი ხართ, მაგრამ რაღაც მიზეზით, რაც თქვენ საჩვენებელ სპექტაკლზე აკეთებდით, მხოლოდ რამდენიმე მომენტის გამოკლებით იყო თუ არა სისულელე? ნუ თუ თქვენ მართლა გჯერათ, რომ თავის დროზე კულტურით სახელგანთქმული მავრები გალიაში გამომწყდეული მხეცებივით ბორგავდნენ. თქვენს მიერ ასახული ველური თავის ადიუტანტთან დამშვიდებული საუბრის დროსაც კი ღრინავდა, კბილებს აკრაჭუნებდა, თვალებს აბრიალებდა, საიდან აიღეთ როლის ასეთი მიდგომა. აგვიხსენით, როგორ მიხვედით ასეთ სისულელემდე? იმიტომ ხომ არა, რომ თავის შემოქმედების გზას ამცდარი მსახიობისათვის ყოველგვარი სისულელე უკვე მისაღები ხდება. მე დაწვრილებით მოუყევი სახლში როლის დამუშავების შესახებ. თითქმის ყველაფერი, რაც დღიურში მეწერა. ზოგიერთი რამ მოქმედებითაც დავასურათე, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყავი, სკამებიც კი დავალაგე იმის მიხედვით, თუ როგორ მქონდა სახლში დაწყობილი ავეჯი. ზოგიერთ ჩემჩვენებაზე არკადი ნიკოლოზისძე გულიანად იცინოდა. აი როგორ წარმოიშვება ყოველად უვარგისი ხელოსნობა. თქვა მან, როდესაც დავასრულე ჩემი ამბავი. უპირველეს ყოვლისა, ყოველთვის ასე დაგემართებათ. როდესაც ისეთ რამეს მოჰკიდებთ ხელს, რისი გაკეთებაც არ ძალგიც, რასაც არ იცნობ, რასაც ვერ გრძნობთ.
საჩვენებელ სპექტაკლზე მეგონა რომ თქვენი უმთავრესი ამოცანა იყო გამსვიფრებაში მოგეყვანეთ. თავს ზარი დაგეცათ მაყურებლისათვის. მერე რით წარმოსადეგი პიროვნების შესაბამისი ნამდვილი ორგანული გრძნობებით, მაგრამ ეს თქვენ სრულებით არ გაგაჩნიათ. არც მთლიანი ცოცხალის სურათი იყო, რომლის გარეგნული გადმოღება მაინც შეგძლებოდათ. მაშ რაღა დაგრჩებოდათ იმის მეტი, რომ მაგრად ჩაბღაუჭებოდით რაიმე თვისებას, რომელმაც შემთხვევით გაიელვა თქვენს თავში. როგორც ყველა ადამიანს, თქვენს ბევრი რამ გაქვთ მომარაგებული ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევების დასასურათებლად. თითოეული შთაბეჭდილება ხომ ამა თუ იმ სახით რჩება თქვენს მეხსიერებაში და საჭიროების დროს ხატრულად ავსახავთ მას. ასეთი ნაუცბათები ასახვის დროს და საერთოდ ჩვენ ცოტა ზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი გადმოცემა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ჩვენ კმაყოფილდებით ერთი რომელიმე თვისებით, ერთი რომელიმე ხაზით. ამდაგვარ სახეთა ხორცშესასხმელად ცხოვრების პრაქტიკამ ტრაფარეტებიც კი გამოიმუშავა, ანუ გარეგანი ამსახველი ნიშნები. ერთი უთხარით რომელიმე ჩვენგანს. ახლა მოუმზადებლად ითამაშეთ საერთოდ რომელიმე ველური. გარწმუნებთ, რომ უმეტესობა იმასვე გააკეთებს, რასაც თქვენ აკეთებდით საჩვენებელ სპექტაკლზე. იმიტომ რომ ძვალ რბილში გაქვთ გამჯდარი ყალბი წარმოდგენა, თითქოს სიბრაზე, ღრიალი, კბილების კრაჭუნი, თვალების ბრიალი, მხოლოდ ველური ადამიანების თვისება იყოს. სწორედ ასეთი საერთო მიდგომა აქვს ყველა ადამიანს ეჭვიანობის, მრისხანების, მღელვარების, სიხარულის, სასოწარკვეთისა და სხვათა გრძნობათა გადმოსაცემად. და სწორედ ასეთ ხერხებს მიმართავენ ყოველთვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა საჭირო, დროულია თუ არა იგი და არ ითვალისწინებენ იმასაც კი, თუ რა გარემოცვაში განიცდის მას ადამიანი. ასეთი თამაში, დიახ თამაში, ან უფრო სწორად გათამაშება სასაცილომდე ელემენტარულია სცენაზე. სინამდვილეში არარსებული ძლიერების გრძნობების გადმოსაცემა ყანყრატოს გაგლეჯამდე ღრიალებენ. მანჭიაობამდე აჰყავთ მიმიკა. ზედმეტად აძლიერებენ მოძრაობას და მოქმედებას. ხელებს იქნევენ, თავს ჩაიბღუჯავენ ხელებში და სხვა. თამაშის ასეთი ხერხები თქვენს მოგეპოვებათ, მაგრამ საბედნიეროდ მცირე რაოდენობით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 1 საათის მუშაობის დროს თქვენს გამოიყენოთ ისინი. გათამაშების ამგვარი ხერხები უცბად თავისით გაჩნდებიან და მალე მომაბეზრებელი ხდებიან. გაიმახსოვრეთ, პირიქით, ერთო ბძნელია როლის შინაგანი ცხოვრების გადმოცემა, ნამდვილი მხატვრული ხერხებით. ძალიან დიდი დრო სჭირდება მათ შემუშავებას, მაგრამ მათი ყურება და მათი თამაში არასოდეს არ მოგბეზრდება სცენაზე. ისინი თავისთავად განიცდიან განახლებას, მუდმივად ივსებიან, ერთნაირად გაიტაცებენ მსახიობსა და მაყურებელს და არასოდეს არ მეორდებიან. აი რატომ არის, რომ თამაშის ბუნებრივ მიდგომაზე აგებული როლი იზრდება, ხოლო გათამაშებასა და დილეტანტურ პრანჭვაზე დამყარებული, დაშტამპული სახე გამოდის მკრთალი, უსიცოცხლო და მექანიკური. ყველა ეს ასე ვთქვათ საერთო საკაცობრიობო შტამპია, რომელიც მსგავსად თავაზიანი სულელისა მტერზე უფრო საშიშია. თქვენშიც როგორც ყველა ადამიანში მოიძებნება ეს შტამპი და თქვენ ამით ისარგებლეთ. ისარგებლეთ სცენაზე თამაშის დროს, რადგან ტექნიკით გამომუშავებული მზამზარეული ხელოსნობა საბედნიეროდ ჯერ არ მოგეპოვებოდათ. როგორც ხედავთ, მანჭვა გრეხვაც ისევე როგორც ხელოსნობა იწყება იქ, სადაც განცდა მთავრდება, მაგრამ ხელოსნობა ორგანიზებულად შეგუებულია უბრალო გათამაშების გრძნობათა მაგიერობის გასაწევად და დამუშავებული შტამპით სარგებლობს. მანჭვა გრეხვას კი ასეთი თვისება არ გააჩნია და განურჩევლად გამოიყენება სცენისათვის. ის რაც თქვენ დაგემართათ, რა თქმა უნდა, როგორც დამწყებისათვის გასაგები და საპატიებელია, მაგრამ მომავალში კი ფრთხილად იყავით. დილეტანტური მანჭვა გრეხვისა და საერთო საკაცობრიობო შტამპისაგან ბოლოს და ბოლოს გამომუშავდება ცუდი ხელოსნობა. თავიდანვე არ მისცეთ მას განვითარების საშუალება. ამიტომ ერთი მხრივ დაჟინებით ებრძოლეთ შტამპს, იმავე დროს შეისწავლეთ როლის შეგრძნობა. არამც თუ როლის ცალკეული მომენტებისა სპექტაკლში, როგორც ამას ოტელოში ჰქონდა ადგილი, არამედ მთლიანად, ვიდრე რომელიმე მოქმედი პირის ცხოვრებას გადმოსცემდეთ. ამით დაეხმარებით თქვენ თავს ჩამოიშოროთ აფეთქების თამაში, შტამპები, ხელოსნობა და დაუახლოვდეთ განცდის ხელოვნებას. მე-15 ჩანაწერი. არკადი ნიკოლოზიძის სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
იყო წუთები, როდესაც მივდიოდი იმ დასკვნამდე, რომ სკოლა უნდა დამეტოვებინა. ამიტომ იყო, რომ დღეს ტორცოვთან შეხვედრისას განვაგრძე შეკითხვები. მინდოდა საერთო დასკვნა გამომეტანა ყველაფრიდან, რაც ნათქვამი იყო განვლილი გაკვეთილების შესახებ. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემი თამაში შედგება შენაერთებისაგან, რაც საუკეთესოა ჩვენ საქმეში. ესე იგი, ზეშთაგონების მომენტებისა და რაც ყველაზე ცუდია, მანჭვა გრეხვისაგან. ეს ჯერ კიდევ ყველაზე ცუდი არ იყო, მამშვიდებდა ტორცოვი. რასაც სხვები აკეთებდნენ, ის უფრო ცუდი იყო. შენს დილეტანტობას შეიძლება უწამლოთ რამე და განკურნოთ. ხოლო სხვების შეცდომები ეს შეგნებული პრინციპებია, რომელთა ძირფესვიანი აღმოფხვრა მსახიობის ბუნებიდან არც ისე ადვილი საქმეა. ეს რაღაცაა ეს პრინციპები, ხელოვნების ექსპლუატაცია. რას წარმოადგენენ ისინი? ვკითხე მე, თუნდაც იმას, რასაც ველიამინოვა აკეთებდა. მე ფეხზე წამოიჭრა ველიამინოვა. მე ესეთი რა გავაკეთე? თქვენ გვაჩვენებდით ხელებს, ფეხებს და მთლიანად თქვენ თავს. კარგია ხომ, როდესაც სცენაზე უკეთესად შეიძლება ადამიანის დათვალიერება. მე ვაჩვენებდი ხელებს და ფეხებს, საგონებელში ჩავარდა საბრალობზე თუ ნახავი. დიახ, სწორედ ფეხებს და ხელებს. საშინელება, საზარელია, იმეორებდა ველიამინოვა. მე რას ვაკეთებდი, არც კი მახსოვს, არც ვიცოდი რას ვაკეთებდი. ყოველთვის ასე ემართება მთელს არსებაში გამჯდარ ჩვევებს. მაშინ რატო შემაქეთ? იმიტომ რომ ლამაზი ხელფეხი გაქვთ. მე რა არის ამაში ცუდი? ცუდი ის არის, რომ თქვენ მაყურებელთა დარბაზს ეკეკლუცებოდით. კატერინას კი არ თამაშობდით. შექსპირმა იმიტომ კი არ დაწერა ჭირვეული ცოლის მორჯულება, რომ მოსწავლე ველიამინოვა ფეხებს უჩვენებდეს სცენიდან მაყურებელს და ეკეკლუცებოდეს თავის თაყვანისმცემლებს. შექსპირს სულ სხვა მიზანი ჰქონდა, რომელიც თქვენთვის უცხო შეიქმნა, ხოლო ჩვენთვის უცნობი. სამწუხაროდ ჩვენ ხელოვნებას ძლიერ ხშირად ექსპლუატაციას უწევთ. მისთვის სრულიად უცხო მიზნებისთვის. თქვენ იმისათვის, რომ თქვენი სილამაზე გამოამზეუროთ, სხვები კიდევ პოპულარობის, გარეგანი წარმატების ან კარიერის შექმნის მიზნით. ჩვენ საქმიანობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც მინდა თავიდან აგაცილოთ. კარგად დაიხსომეთ, რასაც ეხლა გეტყვით. თეატრი თავისი სპექტაკლის საჯარო სანახაობის მიხედვით ორ მხრივ ნალესი იარაღია. ერთი მხრივ ის ასრულებს საპატიო საზოგადოებრივ მისიას და მეორე მხრივ ახალისებს მათ, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი ხელოვნების ექსპლუატაციისა და კარიერის შექმნისა. ეს ხალხი სარგებლობს ზოგიერთების უცოდინარობით, სხვების გარყვნილი გემოვნებით. ისინი მიმართავენ პროტექციას, ინტრიგას და სხვა საშუალებებს, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ ხელოვნებასთან. ექსპლუატატორები უბოროტესი მტრები არიან ხელოვნებისა. სასტიკი ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ მათ, ხოლო თუ ვერ შევძელით ეს, იმ შემთხვევაში უნდა გავაძევოთ ისინი სცენიდან. ამიტომ მიმართა ველიამინოვას. ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტეთ. თქვენ იმისთვის მოხვედით, რომ ემსახუროთ და მსხვერპლი მოიტანოთ ხელოვნებისათვის, თუ თქვენი პირადი მიზნებისათვის აპირებთ ხელოვნების ექსპლუატაციას. მაგრამ ხელოვნების კატეგორიებად დაყოფა მხოლოდ თეორიაში შეიძლება, ხოლო სინამდვილე და პრაქტიკა ანგარიშ არ უწევს მის დანაწევრებას. ისინი ყველა მიმართულებას ერთი მეორეში აზავებენ. მართლაც ხშირად შეხვდებით, რომ დიდი მსახიობები თავისი ადამიანური სისუსტის გამო ხელოსნობამდე იმცირებენ თავს, ხოლო ხელოსნები წუთით ჭეშმარიტ ხელოვნებამდე ამაღლდებიან ხოლმე. იგივე მეორდება თითოეული როლის შესრულების დროს, თითოეულ სპექტაკლზე. ნამდვილ განცდათა გვერდით წარმოდგენის მომენტში შეხვდებათ ხელოსნური მანჭვა გრეხვა და ხელოვნების ექსპლუატაცია. მით უმეტეს საჭიროა, რომ მსახიობმა იცოდეს თავისი ხელოვნების საზღვარი. მით უმთავრესია შეიგნოს ხელოსნებმა ზღვარი, რომლის იქით იწყება ხელოვნება. მაშ ასე, ჩვენ საქმეში ორი ძირითადი მიმდინარეობა არსებობს. განცდითი ხელოვნება და წარმოსახვითი ხელოვნება. საერთო ფონი, რომელზედაც ისინი ბრწყინავენ, ეს არის კარგი ან ცუდი სცენიური ხელოსნობა. კიდევ უნდა შეგინიშნოთ, რომ შინაგანი აღმაფრენის წამებში თავმომაბეზრებელ შტამპსა და გათამაშებას შორის შეიძლება ნამდვილმა ხელოვნებამაც იფეთქოს. საჭიროა აგრეთვე დავიცვათ ჩვენი ხელოვნება ექსპლუატაციისაგან, რადგან ეს ბოროტება შეუმჩნევლად შემოიპარება ხოლმე. ხოლო რაც შეეხება დილეტანტიზმს, იგი ერთნაირად სასარგებლოც არის და საშიშიც, იმ გზების მიხედვით, რომელთაც ის აირჩევს. როგორ ავიცილოთ თავიდან ყველა მოსალოდნელი საფრთხე, ვიკითხე მე. როგორც გითხარით, არსებობს საშუალება,
განუწყვეტლივ ასრულებდა ჩვენი ხელოვნების ძირითად მიზანს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. დაამუშავოთ პიესა და როლი ადამიანური სულის ცხოვრების ხატრულად ხორცის შესხმით და ეს ცხოვრება გადმოსცეთ ლამაზი სცენიური ფორმებით. ამ სიტყვებშია დამალული ნამდვილი მსახიობის idеალი. შექმნათ პიესა და როლის ადამიანური სულის ცხოვრება. ხატრულად ხორცის შეასხათ ამ ცხოვრებას ულამაზეს სცენიურ ფორმაში. ამ სიტყვებშია დამალული ნამდვილი მსახიობის idеალი. ტორცოვის ახსნა განმარტებიდან ყველაფერი გასაგები გახდა. ძლიერ ნაადრევია ჩემთვის სცენაზე გამოსვლა და საჩვენებელმა სპექტაკლმა უფრო ზიანი მოგვიტანა, ვიდრე სარგებლობა. მან მოგიტანა სარგებლობა, თითქოს მიმიხვდა ჩემს ფიქრებს არკადი ნიკოლოზისზე. სპექტაკლმა ნათლად დაგანახა თუ რა არ უნდა აკეთოთ არასოდეს სცენაზე. აგრეთვე ის თუ მთელი თქვენი ძალღონით რას უნდა ერიდებოდეთ მომავალში. საუბრის დასასრულს გამოთხოვებისას ტორცოვმა განგვიცხადა, რომ ხვალიდან ჩვენ შეუდგებოდით მეცადინეობას, რომელსაც მიზნად აქვს განავითაროს ჩვენი ხმა და სხეული. ესე იგი, გადავალთ სიმღერის, დიქციის, ტანვარჯიშის, რიტმის, პლასტიკის, ცეკვისა, ფარიკაობისა და აკრობატიკის გაკვეთილებზე. ეს გაკვეთილები ყოველდღიურად გვექნება, რადგან ადამიანის სხეულის კუნთები თავისი განვითარებისათვის მოითხოვს სისტემურ, შეუპოვარ და ხანგრძლივ ვარჯიშობას. საქართველოს კინოაკადემია, სტუდია კოცი, დიოგენე 2020 და სოკო სტუდიო დიდ მადლობას უხდიან ინკოგნიტო მეცენატებს პროექტი რადიო კინოს რეალიზებაში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. აუდიო წიგნი მომზადებულია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტის რადიო კინოს ფარგლებში 2020 წელი.